დღეს ჩვენ ვისაუბრებთ და გავიგებთ თუ სად წავიდა Hungry Man-ის ვიდეოები და რატომ დარჩა მხოლოდ 4 ვიდეო Hungry Man-ის არხზე. როგორც ხედავთ ანალიტიკაში 2 დღის განმავლობაში Hungry Man-ს მოაკდა 35 მილიონი ნახვა. მოდი პირველ რიგში მივწეროთ ChatGPT-ს და მიახლოებით გავიგოთ რის გამო შეიძლება დაკლებოდა ამდენი ნახვა. დავუსკრინოთ ანალიტიკა და გავუგზავნოთ ChatGPT-ს და ვკითხოთ რის გამო შეიძლება წაეშალათ ვიდეოები მათ. მივწეროთ ChatGPT-ს და ნახოთ რა გვასუხებს. მას გავუგზავნე სკრინი. დიახ, ასეთი კოდრი ვარ და მილიონობით ნახვის ერთ დღეში გაქრობა თითქმის ყოველთვის ნიშნავს რომ ერთი არ რამდენიმე ძალიან ნახვადი ვიდეო წაეშალა ან დაიმალა. ანუ რა გამოდის რომ Hungry Man-ებმა მიიღეს კოპირაითი ან უბრალოდ წაშალეს მათი ვიდეოები. როგორც ხედავთ, მხოლოდ 4 ვიდეო არის დარჩენილი. გავუწყდა რომ მენახა Instagram-ზე რა თქმა უნდა ვნახე შემხვდა კადრები, იყო სადაც ბიჭების სიკეთეები გაკეთებული და ვეძებდი მე Facebook-ზე გადავედი, Facebook-ზეც იგივე კადრები დამხვდა, არაფერი ახალი არ იყო. გადავედი თორნიკეს გვერდზე, Google-ს გვერდზე, WhatsApp-ს გვერდზე, საერთოდ ახალი არაფერი არ იყო და ამ დროს უეცრად ბიჭებმა 40 წუთის წინ შემოგთავაზეს ვიდეო, სადაც დეტალურად ახსნეს მიზეზი, თუ რის გამო არის ვიდეო წაშლილი. ამ ვიდეოს ლინკს რა თქმა უნდა დაგიტოვეთ აღწერაში და შეგიძლიათ ყველა მოყუროთ. აქ ბიჭები მოკლედ იძახიან, ორი სტრაიკი მივიღეთ, მათ შორის ამ ვიდეოზეც რა. როგორც ხედავთ, ბიჭებმა სტრაიკი მიიღეს სამწუხაროდ არხზე და გააკეთეს მეორეა Hungry Man-ის მეორე არხი, რომელიც ლინკიც აღწერაში იქნება. გამოვიწეროთ ბიჭების არხი, ძალიან მაგარ სიკეთეს აკეთებენ და უკვე 13,000 გამოწერზე არიან. ერთ უბრალოდ ეს არის მიზეზი თუ რატომ წავიდნენ Hungry Man-ები დროებით ამ არხიდან და შექმნეს მეორე არხიც. წარმატებული უსურვოთ ბიჭებს და იქნებიან მალე დაბრუნდნენ თავის არხს.